ქართული ოცნება და ალექსანდრ დუგინი ერთსა და იმავე მესიჯს იმეორებენ. თუ საქართველოში არ ხარ და ხმასაძლევ იმას, რომ საქართველო მაღარი არსებობს, მაშინ როგორი ქართველი ხარ? გადასახლებული და მოღალატე ხარ, შენი ხმა არ ითვლება. დუგინმა ეს ქართველებს შარშან გვითხრა. პაპუაშვილმა კი სულ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება. ოღონდ საკუთარ სამშობლოში და საქართველოში მისცეს ხმა. ამას ემატება განცხადებები, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ადვილად манипуლირებადია, გარე ძალების მიერაა მართული და მათი ხმა არაფერს წყვეტს. 2024 წელს 34,000 რაღაც ამომრჩეველმა, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. საინტერესოა, ქართული ოცნების წევრები უცხოეთში მყოფან დაბადებულ საკუთარ შვილებზე რას ფიქრობენ? მაგრამ თუ ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, ბიულეტინების ჩაყრა, საარჩევნო უბნებთან აგიტატორების და ტიტუშკების მობილიზება სწორედ საქართველოში ხდება და არა უცხოეთში. ამის მიზეზი იქნებ ის არის, რომ შარშან საზღვარგარეთ ოცნებამ რეკორდულად დაბალი შედეგი მიიღო და ბევრ უბანზე ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაშინ კობახიძემ თქვა: ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. ან იქნებ მოლდოვას მაგალითი აშინებთ. შარშან მაია სანდუმ ხომ სწორედ ემიგრანტების დახმარებით გაიმარჯვა. დაახლოებით 320,000 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 19%-ია. არა და მანამდე ის და მისი კონკურენტი თანაბრად მიდიოდნენ. ყველა იქნება ვალდებული, თუ კი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ჩამოგზავნდეს სამშობლოში. თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია. ეს უთხრეს ადამიანებს, რომლებიც ოჯახების გადასარჩენად წლების წინ წავიდნენ, ვერ ჩვილი სკოლაში შესვლას დაესწნენ, ვერც უნივერსიტეტში ჩაბარებას, ვერც ოჯახურ დღესასწაულებს და ტრაგედიებს. ჩამოდით უთხრეს ემიგრანტებს, რომლებიც ჩარშან ქართულ ოცნებას საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნას თხოვდნენ, რადგან ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლაც კი უჭირდათ. ჩამოდით, თქვენი თვალით ნახეთ რეალობაო იძახიან. აქ ჩამოსულებს რა დახვდებათ? ათობით პოლიტპატიმარი, სიღარიბე, ჩამოშლილი განათლების რეფორმა, უმუშევრობა. რამდენიმე დღეა ემიგრანტები ამ ამბავზე სტატუსებს წერენ. მწერალი ნინო ხარატიშვილი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა. არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ეგრეთ წოდებულ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს ის ოფიციალურადაც წაგვართვეს. ნინი შერმადინმა კი დაწერა: მოღალატე თუ ვიყავი, არ ვიცოდი, ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევდითო. ხოლო იურისტების შეფასებით ეს მთავარი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევაა. და ბოლოს გასაგებად და მარტივად ახსნა გიორგი ლუბარეცმა. არჩევნებისთვის დაახლოებით 884,100 ქართველი უნდა ჩამოვიდეს. გამოდის 184 ახალი აეროპორტი დაგჭირდება. ანუ ქვეყანამ ბოლო 19 წელი ბიუჯეტის 100% მხოლოდ აეროპორტების აშენებას უნდა დაუთმოს.